საღამომშვიდობის კვლავ დღეს სამშაბათია, მე ხათუნა მანაგაძე ვარ და თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს გადაცემა Art Express-ი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემები, როგორც ანონსში აღნიშნე, საკმაოდ საინტერესოა. ჩვენ ვისაუბრებთ ქართული კულტურის, ტრადიციული კულტურის განვითარებაზე. ქვეყნის გარეთ ვნახავთ, როგორ ასრულებენ უცხოელები ქართულ ხალხურ სიმღერას, ასევე როგორ არის ქართული ქორეოგრაფია წარმოდგენილი უცხოეთში, მაგრამ პირველ ეტაპზე გვექნება ჩართვა საფრანგეთიდან. სანამ სტუმარს წარმოგიდგენთ, მოვისმინოთ მცირე ფრაგმენტი. ჩვენ უსმენდით ანსამბლ მარანს საფრანგეთიდან. ძალიან დიდი მადლობა გადაცემა ეთნოფორს მასალის მოწოდებისთვის. ახლა კი წარმოგიდგენთ ანსამბლის წევრ სალომე კვარაცხელიას. საღამომშვიდობი სალომე. გამარჯობა საღამო. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რასაც თქვენი ანსამბლი აკეთებს. პირველ რიგში დიდი აკეთ მინდა მარანის ისტორია. ხარვეზია ცოტა ხმაში და იმედია რომ გასწორდება მალე. სალომე, მოდით სანამ უფრო კონკრეტულ საკითხებზე დავიწყებთ საუბარს, რამდენიმე სიტყვით ანსამბლის ისტორიის შესახებ ჩვენს მაყურებელს რომ მოუყვეთ. ბატონო, დიდი მადლობა დაინტერესებობისთვის, ამისთვის ქართულ ხალხს მარანის ისტორია. იმედი მაქვს, კარგად ისმის ჩემი ხმა. ეხლა კარგად ისმის, აბა გააგრძელეთ და ვნახოთ. 1993 ამერიკელი ფრანკ კეინი მუსიკად მწოდნე ადამიანი, რომელიც პოლიფონია გადაწყვეტს ხოროს პარიზში და არსოს, რომელსაც ქვია მარანი. თავდაპირველად ანსამბლში მხოლოდ უცხოელები იყვნენ ფრანგები წლების განმავლობაში, ხოლო მოგვიანებით ქართველი მომღერლებიც შეუერთდნენ ამ ჯგუფს. დაარსების დღიდან მოყოლებული მარანი კავშირში ცნობილ ქართველ ლოტმანთან, რომელთაც ხშირად სტუმრობენ, რათა ის სწრაფად და მრავალძველი საქართველოს კუთხიდან. აი ხშირად არის რეპეტიცია, როდესაც ფრანგი მისწვდომს. სალომე, იქნებ ცოტა ახლოს მიხვიდეთ მიკროფონთან, წყვეტი წყდება ხოლმე ხმა პერიოდულად და ძალიან საინტერესოდ საუბრობთ და დეტალები გვჩება ხოლმე. ცოტა ახლოს თუ შეიძლება ტელეფონთან. აი ახლა ალბათ აი ვნახოთ. უკეთესად ისმის ალბათ ახლა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ წყდება. დიახ, გავაგრძელოთ თუ შეიძლება. და აი დღეს მარანი შედგება 10 მომღერლიდან, 8 მამაკაცი და 2 ქალი. მათ შორის არიან 4 ფრანგი, 4 ქართველი, 1 იტალიელი, 1 ბულგარელი. სხვადასხვა ერის ხასიათების ადამიანები, რომელთაც ქართულ სიმღერას მძლავრი შინაგანი კავშირი აერთიანებს და სწორედ ამასთან შეხამებული ურთიერთობა ქმნის განსაკუთრებულ თემს, რაც დღეს მარანის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ასეთი მრავალეროვანი გახდა მარანი, თავიდან როგორც ვიცი, მამაკაცთა ანსამბლი იყო მხოლოდ და აი ორი ქალის დამატება ბუნებრივია რეპერტუარს უფრო გაამდიდრებდა და ცოტა სხვა შტრიხებს შეიტანდა. აი თუ შეიძლება თქვენი მუშაობის პროცესი როგორია, რა სიხშირით ხვდებით ერთმანეთს, როგორ არჩევთ რეპერტუარს და ესეთ დეტალებზე რო ვისაუბროთ. კი ბატონო, ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ გვაქვს ორი პროფესია. ერთი პროფესია ცოტა მატერიალური, რომელიც გვჭირდება ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მეორე პროფესია სულიერი, რომელიც მატერიალურ პროფესიას ანაცვლებს. და ეს ერთმანეთის კავშირშია. ჩვენ ვიკრიბებით საათზე ყველანი და დაახლოებით 2-3 საათი გრძელდება ჩვენ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი ეს აქტივობებს და სწორედ ამ ეს ფრანგები გადმოგვცემენ, რადგანაც მათ შექმნეს და თვითონ მარანის ის ავთენტურობა შეინარჩუნა. დიახ. აი სწორედ ფრანგები გვასწავლდნენ ხურებდი იტალია ჩვენ თვითონ გვეუბნებოდა და გვემღერა. ზოგჯერ მეუბნებიან სალომ ეს არის ცოტა ტრადიციის გადაცდენილი ცოტა ეტატური ჩვენ გვინდა ავთენტური და ძალიან საინტერესოა მართლა ძალიან საინტერესოა კონცერტების სიხშირე როგორ გაქვთ და კიდევ თხოვნა მაქვს რომ იქნებ უფრო ახლოს მისწიოთ ტელეფონი იმიტომ რომ მაინც ხარვეზია ცოტა კი ბატონო ჩვენ გვაქვს ძალიან პირად კონცერტები აგერ ვალდუგრასში დაახლოებით 1 თვის წინ საოცარი კონცერტი და შაბათს გვაქვს სოლო კონცერტი ეგლის სანომრედო პარიზში რა თქმა ავდივართ ხო საქართველოს გარეთაც მაგრამ კორსიკაში ვიყავით მიწვეულები ეხლა იტალია ჯენოვა პალატი ესეთი ძალიან კომპანი ადგილია სადაც ის გატყობაში დაინტერესება და ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ ქართული სიმღერების გარდა გააქვთ სხვა სიმღერები რეპერტუარში ასეთი მრავალეროვანი არა ჩვენ ხოვერით ქართულ სიმღერებს და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ რომ ეს სიმღერები არის ძალიან ავთენტური ძველი როგორ ხდება ჩანაწერების მოპოვება და სწავლება ქართულ ანსამბლებთან გააქვთ კავშირი ალბათ კი ბატონო აი სწორედ რომ მარანი მუდმივ კავშირში იყო ეს ცნობილ ქართველ მყარებთან რომელთაც სტუმრობდნენ და რათა ზუსტად ეს ძველი ნამღერი ასე რომ ჩვენმა ფრანგებმა რომლებიც დაარსეს იმათმა უკეთ იწიან ასე რომ თქვა ეს ძველი ნამღერი მე რომელსაც საქართველოში არწერია სიმღერა ასე მინდა აღნიშნო 2000-ამდე ჩვენ გვყავდა დირექტორი არია მარჩინე მისი ხელმძღვანელობის ანსამბლის ეს თეატრული დონე და ჩვენ გვაქვს სამი დისკები უკვე არ ვიცი თუ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე ვფიქრობ სექტემბერში ბოდიში შემოდგომაზე გვექნება საშუალება ბათუმში მოვისმინოთ მარანი. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიდის და იმედი მაქვს რომ ჩვენი შეხვედრა აუცილებლად შედგება. აუცილებლად და დიდი მადლობა ინიციატივისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რასაც აკეთებთ ამდენი წლის განმავლობაში და გისურვებთ წარმატებებს და ვუსურვებ ყველას, რომ საქართველოში მალე ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-20 საიუბილეო ფესტივალზე ანსამბლი მარანი იყოს ამ ფესტივალის მონაწილეთა შორის. ძალიან დიდი მადლობა, სალომე კვარაცხელია გვერდთვებოდა პარიზიდან და საუბრობდით ბატონო
დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ჩვენ საუბრობდით ანსამბლ მარანის შესახებ, რომელიც საფრანგეთში ქართულ სიმღერებს ასრულებს. დავბრუნდით სტუდიაში, ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა ვისაუბროთ თქვენთან ერთად და სტუმრებთან ერთად ერთ შემოქმედებით ტანდემზე, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა შემოქმედ ადამიანებს აქვთ ერთნაირი პოზიცია, ერთნაირი დამოკიდებულება, უпростоრად შედეგი აქვთ ერთნაირი, აქ დამოკიდებულებები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ შედეგი როცა მნიშვნელოვანი და არსებითია და ესენი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ახლა იწყებენ შემოქმედებით გზას და უკვე ძალიან საინტერესო ნამუშევრებით გაიცნო ბათუმელმა მაყურებელმა. სალომე ჯიჯავაძე რეჟისორი და დავით ტაკიძე მხატვარი არიან ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მისთვის რომ მოხვედით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ჩვენი საუბრის თემა არ იქნება კონკრეტული სპექტაკლი, თუმცა მაყურებელს შევახსენებთ, რომ 3 სპექტაკლი ზღვარზე, 3 ასული და კედელი დაიდგა ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ და მცირე სცენებზე და საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება მოყვა. რატო არ ვლაპარაკობთ კონკრეტულად სპექტაკლებზე, თუმცა ჩვენ ახლა პოსტერებსაც ხედავთ და გვექნება გასვლები ცალკეულ სპექტაკლზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ორი ადამიანი მუშაობს ერთად ამდენი ხნის განმავლობაში, ნუ ეს დიდი დრო არ არის, მაგრამ 3 სპექტაკლი არ არის პატარა საქმე და მცირე შედეგი, რასაკვირველია, ხო? მოდით სალომესგან დავიწყოთ, როცა ირჩევთ პიესას, ირჩევთ მხატვარს და მასთან ერთად იწყებთ მუშაობას. როგორია ეს პროცესი, როგორ ხდება აი ჩანაფიქრიდან მიზნისკენ წასვლა. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. მე და დათოს ურთიერთობა დაიწყო ძალიან საინტერესოდ, არ ვიცნობდით ერთმანეთს. პირველი ნამუშევარი ვნახე ირაკლი კიკვაძესთან ვალზე იყო სპექტაკლი ესეთი და ფოტოები ვიხილე და ძალიან მომეწონა. შემდეგ დავიწყეთ კომუნიკაცია. კედელზე მუშაობდი, ეს ცალკე აღებული პროექტი იყო და მინდოდა ახალგაზრდა საინტერესო ადამიანს გაეკეთებია მხატვრობა და კოსტიუმებზე მუშაობა და მაგით დაიწყო მე და დათოს ურთიერთობა და დღეს ვფიქრობ, რომ პიესას ვარჩევ თუ არა, პირველი ვისაც ვუზიარებ ხოლმე რაიმე ჩანაფიქრს და ას არის დათო და ჩვენ გვაქვს რაღაცა ძალიან ვემთხვევით და ძალიან დიდი თანხმედრა გვაქვს, რაც ძალიან მაბედნიერებს და ვფიქრობ, რომ დათოც ანალოგიურად ფიქრობს იმედია ამ ყველაფერზე. აი ეს პროცესი, როცა იწყებთ მუშაობას, რა ეტაპზე გადადიხართ ხოლმე მხატვართან პიესაზე მუშაობის დროს თუ ხა თქვენ ისე დაიწყეთ საუბარი, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როცა კინოს გადაღების დროს კადრირების პრინციპს ააწყობენ ხოლმე, ეს ხო არ მუშაობს? მე ძირითადად დათოსთან პირველივე ეტაპზე გადავდივარ, იმიტომ ჩვენ მეგობრობთ და უკვე ყველაფერს ვუზიარებ და რაღაცა კონცეფციას როგორც კი მოვიფიქრებ ხოლმე რა მინდა და როგორ მინდა, პირველი ვისაც ვუზიარებ არის დათო და მე უკვე ერთობლივად ვიწყებთ ფიქს, რა სივრცეში უნდა იყოს, რა ფერთა გამა უნდა იყოს, კოსტიუმები როგორი უნდა იყოს. და მსახიობები? არა, მსახიობები უკვე ეს ჩემი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. არა, მე ვამბობ, მსახიობი უკვე შერჩეულია, როცა დათოსთან იწყებთ მუშაობას, ხო? ძირითადად, დიახ. აი თეატრის მხატვრობა არის ერთ-ერთი ყველაზე მე ვიტყოდი რთული პროფესია, იმიტომ რომ ნაკლებად თავისუფალი ხარ, იმიტომ გამომდინარე იქედან რომ რეჟისორი დომინირებს და ყველას თეატრში აქვს თავისი სათქმელი და სიტყვა, ეს მსახიობებსაც თავისი პოზიციები აქვს გარკვეულწილად, თავიანთ ჩაცმულობასთან იქნება ეს თუ უბრალოდ საერთო სიტუაციასთან დაკავშირებით, რამდენად რთულია ეს პროცესი და რამდენად აი დროულია სწორედ თავიდან დაწყება ერთად მუშაობის, იმიტომ რომ მე ვიცი რეჟისორები, რომლებიც ყველაფერს მომზადებენ და მერე ეძახიან ხოლმე მხატვრებს. ძირითადად დროში შეზღუდულები ვართ და ესეთი ფუფუნება არ გვაქვს, აქ არ ხართ შეზღუდულები, ხო? რომ წინასწარ რაღაც მოვამზადოთ, მაგრამ მე პირადად გამიმართვა და ყოველ შემთხვევაში თითოეულ ნამუშევარზე რო ვიმუშავე, მე რეჟისორი არ მსყუდავს რაღაცნაირად ვემთხვევით. სალომესთან ძალიან კომფორტულია მუშაობა, იმიტომ რომ გემოვნებაშიც ვემთხვევით რაღაც შეხედულებებში და ყოველთვის ჩემი აზრი მისთვის მისაღებია რაღაცის ილუსტრაცია და ასე შემდეგ. აი კონცეფცია როცა ჩდება და ფიქსირდება, ბუნებრივია როცა პიესას უკვე კარგად გაეცნობით, ხო? უკვე გადადიხართ მხატვართან და რას ითხოვთ ამ დროს მხატვრისგან?
ძირითადად ალბათ პირველი რასაც მე ვითხოვ ხოლმე არის იმ გარემოს შექმნა, რაშიც მე წარმომიდგენია რომ უნდა ხდებოდეს ეს ვითარება. შემდეგ უკვე ვიწყებთ კოსტიუმებზე ფიქს პერსონაჟიდან გამომდინარე ის თავად დამახასიათებელი რა შტრიხები უნდა იყოს იმისთვის რომ ის პერსონაჟი ასე თუ ისე გამოჩნდეს ისეთი როგორც ალბათ მინდა ხოლმე რომ იყოს და აი მაგალითად პოლიკარპე კაკაბაძის პიესა როდის არის დაწერილი და მე სად იდგმება აი აქ როგორი გადასვლა მოხდა დროში კამპენა ამ ყველაფრის და ასე შემდეგ თქვენ რა აგნებავდათ და რა მოიტანა დათო სამი ასული შემთხვევაში მთავარ ჩემი ალბათ მოთხოვნა იყო რომ გაგვეკეთებია რაღაც ისეთი რომ არ ყოფილიყო კონკრეტულად რაიმე დროში და საუკუნეში ან რო უყურებ გონია რომ ეგ პრობლემა და ეგ თემა ეხება მარადიულია და მე მგონი გამოგვივიდა ისე რომ როცა უყურებთ სამასულს ხვდებით რომ ყველგან და ყოველთვის ხდება ეგ ამბები და არ არის დაკონკრეტებული ფერთა გამითაც დათოს აქვს არ ვიცი ნანახი თუ არ გაქვთ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ მე ვფიქრობ იდეალური ფერთა გამა არის დეკორაცია და ყველაფერი ისე გამოვიდა ალბათ როგორც წარმომედგინა თავიდანვე მაგ პროცესის განმავლობაში. რას იძლევა დეკორაცია და ფერთა გამა და კოსტიუმები ამ შემთხვევაში არის თუ არა მინიშნება დროზე და რას აკეთებთ იმისთვის რომ დროის მინიშნება გაქრეს? მინიშნებები ძირთადად არ არის. მე ყოველთვის ვცდილობ რომ გავაკეთო რაღაც აბსტრაქტული ვიზუალი და დიდი ალბათობით შეიძლება თემისგანაც განსხვავებული იყოს და ანტისხლაში მოხდეს ეს ყველაფერი ვიზუალურადაც. თუნდაც რომ ერთმანეთს არ ემთხვეოდეს ეს თავის ეფექტს ახდენს. და მით უმეტეს, როდესაც ხალმე მომყვება და ყოველთვის როდესაც ესკიზებით ან ნამუშევრით მივდივარ მასთან, ყოველთვის კმაყოფილია ძალიან მოწონს და ჩარევები თითქმის არ ხდება. ესეთ შემთხვევა არ ქონია. აი ამ ყველაფრის რეალიზების პროცესი ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია, იმიტომ რომ ერთია რას გააკეთებ ფურცელზე, რას გააკეთებ იდეაში და ფანტაზიაში და უშუალოდ რასაკვირველია ეს ყველაფერი მე სისტემაში არის მოსული, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა რეალიზება, რომელსაც სჭირდება კარგი შემსრულებელი. აი ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა კოპირება ხდება შესრულების პროცესში თუ აქაც არის გარკვეული იმპროვიზაცია. აქაც გარკვეული იმპროვიზაცია და შედეგი ყოველთვის ჯობია საწყის ესკიზებს. აი ვინ არის ამ იმპროვიზაციის ინსპირატორი ამ შემთხვევაში? ვინც აკეთებს თუ თქვენ? მე ვფიქრობ ეს პროცესში იბადება და ყველაფერი იცვლება. თითოეული ქმედითი ხაზი რაღაც დეტალს ცვლის. ამიტომაც მხატვრობაზე მუშაობა თითქმის პრემიერამდე 1-2 დღით ადრე სრულდება. რაღაც ნიუანსები ყოველთვის იცვლება და იმატება. აი რამდენად არის კონკრეტული სახის გარკვეული შტრიხების გამოკვეთა დამოკიდებული მხატვარზე. სამასულში აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თავარი შტრიხი რაც დათო მოიფიქრა და რომელიც თავის ხელით აქვს გაკეთებული, იქ თავარი ხალიჩა, რაზეც ხდება მთელი მოქმედება და თავის ხელით აქვს მოქსოვილი და სამასულის ქუდები არის, რომელიც თითქოს სქესს უკარგავს. დიახ, ეგ იყო თავიდან ბოლომდე დათოს მოფიქრება და იმდენად სწორი და იდეალური იყო, რომ ალბათ ქუდები რო დაიხურეს, მივხვდით, რომ აი სხვა არაფერი გარდა იმისა, რაც უკეთია და ის უკვე იძლეოდა სახეს. ის უკვე იძლეოდა სახეს და სამასულში ფაქტობრივად მინიმალურად ყველაფერი გამოყენებული, მხოლოდ არის ქუდები და ის კაბა და რაღაცა ის ხალიჩა, სადაც ხდება ეგ ვითარება. ამ მინიმალიზმამდე თავიდან ქონდათ ესეთი ჩანაფიქრი თუ თანდათან მუშაობის პროცესში? თანდათან მუშაობის პროცესში მივედით. ესწრებით სამაგიდო რეპეტიციებს? კი, სიამოვნებით ვესწრები და ყოველთვის აი იქ იბადება რაღაც სიახლე და ისეთი იდეები, რომელიც უკვე გვაძლევს კარგ პროდუქტს. მსახიობები როგორ მოდიან, უკვე ამასაც ხო სჭირდება მიყვანა. აქვთ თუ არა თავისი პოზიცია ამ შემთხვევაში და ხო არა აქვთ რაღაც დაუშვათ ოპონირების მომენტი ხო არ არის ამ. ძირითადად ჯერ დათოზე ვიტყვი, რომ დათო სხვა მხატვრებთან განსხვავებით, ხა ჩვენთან რადგან უკვე სხვა ურთიერთობაც გვაქვს. ძირითადად ყველა პროცესი ესწრება სამაგიდოდან დაწყებული ყველაფერზე არის ხოლმე და მსახიობსაც გააჩნია ზოგი მსახიობი არის რომ რასაც თავაზობ ჯერ ადამიანობა ზოგს რაღაცა თავისი სურვილები აქვს ხოლმე მაგრამ ჩვენ იმდენად ვყარებთ გავართ ხოლმე ჩვენ პოზიციაზე რომ ვცდილობთ რაც ჩვენ წარმოგვიდგენია და რაც ჭირდება კონცეფციას ის შევთავაზოთ რა თქმა უნდა ხო ჩვენ საქმეს ეგ არის ხოლმე და ვცდილობთ რომ დავარწმუნოთ მაგის საჭიროებაც არ ხვდება რომ დავარწმუნოთ მსახიობები ჩვეულებრივად მოყვებიან ყველაფერზე იმიტომ რომ მუშაობის პროცესში როცა ხართ ჩართული თავარი კოსტიუმში ალბათ არის კომფორტი დანარჩენი ვიზუალური მხარე მასზე დამოკიდებული არ არის
ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს. თუმცა შეიძლება კონდეს და ვერც იტყვი შესაძლებელია რაღაცა არ ეთანხმებოდეს ეს ვიზუალი მის წარმოსახვას. მე ვფიქრობ, რომ არც არის საჭირო რომ ეთანხმებოდეს. აი ძალიან საინტერესო დეტალი თქვით ხა. აი რო არც არის საჭირო ეთანხმებოდეს, მაშინ რა შედეგზე გავდივართ? აი ამ ოპონირებაში კოსტიუმსა და შინაგან სამყაროში ხსნით მე მაგალითად ეს ვფიქრობ ხოლმე რომ ეგ რეჟისორზე არის დამოკიდებული რა. მთავარი არის აუხსნას მსახიობს რატომ ეს კოსტიუმი, რატომ ეს ფერი და რატომ ეს სივრცე და დანარჩენი ხა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და და ამ ბრძოლაშიც ალბათ რაღაცა საინტერესო შეიძლება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგაში ბრძოლა ჩვენ არ გვქონია. ჩვენ ხო ჯერ ეგეთი მას არ ხო არა, აი ეს მინიმალურიც ასეთი ისე შინაგანი წინააღმდეგობა როცა არის, ალბათ გაცილებით უფრო საინტერესოა შემოქმედებითი პროცესი, ხო? აი ამ შემთხვევაში როგორ არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მუსიკა? იმიტომ რომ როცა სალომეს ვესაუბრე თავიდან, მითხრა მოდიო დათოცო, მოვიდესო უფრო კარგად ვისაუბრებთ. აი მუსიკის ფუნქცია და როლი სპექტაკლში განუზომელია რეალურად. არიან რეჟისორები, რომელსაც არ შემოაქვს გარედან მუსიკა და თვითონ განსაზღვრავს ასე ვთქვათ, მუსიკალურ დრამატურგია სპექტაკლის ხმებით, ხმაურით, თუნდაც რაღაცა კოლაჟებით, მაგრამ არიან რეჟისორები, რომლებსაც სპეციალურად დაწერილი მუსიკა სჭირდებათ. რა ძალიან ძვირია. ხო. მე შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან ხა კედლიდან სხრამდე რაღაცაც გავიარე. კედელში ძალიან მინიმალურად იყო ჩემთან. შესათაურებია საინტერესო კედლის ზღვართან. დიახ, კედელში მინიმალურად ქონდა გამოყენებული. 300-ში უკვე თითქოს მე მომთხოვა, მე რატომღაც არ ვებძვი, მაგრამ ჩემთვის თავარი არის მსახიობის სცენაზე. და ოსტატობა და იშვიათად ვიყენებ რაღაც ხერხებს რა რით შეიძლება მოვლენა ასე თუ ისე შეიფუთოს, მაგრამ არის რაღაცა კონცეფცია და პიესა, რომელიც უკვე თვითონ გთხოვს იმას, რომ ის რაღაციდან შეიფუთოს ან დაემატოს. 300-შიც კომპოზიტორი იყო, რომელმაც დაწერა მუსიკა, ის იყო ლუკა ჭეიშვილი და ზღვარზე არის გიორგი ცეცხლაძე, რომელმაც ეხა დაწერა მუსიკა და ფიქრობ, რომ ეს არის უმთავრესი ნაწილი, როგორც უკვე ფიქრობ, რომ ქორეოგრაფიაც, რაც ეხა შემოვიდა ჩემ სპექტაკლებში და მე თვითონ ჯერ როგორც ექსპერიმენტს ისე უყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ნაწილია, რა თქმა უნდა, მუსიკა. აი, ხარ მიწყეს, მაინტერესებს როგორ მუშაობთ კომპოზიტორთან. აი ამ შემთხვევაში როგორ გითხრათ, რას თხოვთ კომპოზიტორს? იქაც ხო თავისი მოთხოვნა გაქვს რაღაცა კონკრეტული არა? დიახ, ორივე შემთხვევაში რაღაც ისე გამოვიდა, რომ პროცესს რო ესწრებიან, ესეთი მოთხოვნა კატეგორიული არაფერი არ მქონია, მთავარი არის კომპოზიტორმა ალბათ ის პროცესი რო დაინახავს, რომ შეიგრძნობს რა ფერები არის საჭირო და თვითონ შეიგრძნო ალბათ ორივე მე ესეთი მოთხოვნა არაფერი არ მქონია. ხო, მე ესეთი პოზიცია მაქვს ძირითადად ხატვართანაც, იმიტომ რომ თავარია მე მგონია რომ იმის იქეთ მე არ მაქვს უფლება რაღაცა. ეს რამდენიმე დამოუკიდებელი პლასტი, დამოუკიდებელი აზროვნება მთლიანობაში ეს პოლიფონიურად ერწყმის. დიახ, ხო, ეს რაღაცა შედეგი ყოველთვის საინტერესოა. ხო, მოთხოვნის სახით ეს არ ხდება ხოლმე რა, იმიტომ რომ ხელოვნებაში მოთხოვნა ცოტა ძალიან არა, მოთხოვნა მე ვამბობ თქვენ გაქვთ თქვენი სურვილები, რაც უნდა განხორციელდეს და რაც უნდა აჩვენო, ხო? დიახ. ამიტომ ხო, ერთი დეტალი კიდე, აი როცა ვსაუბრობთ დასაწყისში, გასაგებია რომ ამ პროცესში იწყება მუშაობა და ამ ყველაფერში ერთად ხართ და ერთად მიდიხართ, ხო? აი დასაწყისში გაქვთ კონკრეტული, აი რაც ვთქვი, სურვილები მხატვართან, მუსიკოსთან, რომელიც მე იცვლება. პროცესიდან გამომდინარე ხოლმე რაღაცა პატარა რედაქტირებები ხდება, მთავარი გლობალური და ისე მზე ამოცანა ხოლმე. და საერთო შედეგი სპექტაკლის დასაწყისში არის ასეთი შემთხვევა, რომ სხვანაირად წარმოგიდგენიათ და საბოლოოდ სხვა შედეგზე გადიხართ? თუ მთლიანად გაქვთ გააზრებული უკვე? არა, მთლიანად ძართული არის გაიაზრო ეგ და მე ვფიქრობ სპექტაკლს რო ვიწყებთ ხოლმე დადგმას და რაღაცეებს, ფინალს მე მაგალითად ყოველთვის არ შოდეს არ გამგონია რომ იმ წერტილამდე უნდა მივიდეთ პროცესში და ისე არის ალბათ ის მხატვრობაც და მუსიკაც რომ მთლიანობაში უკვე რო სურათი იკვრება სადღაც ფინალისკენ. ბოლო რაღაცა წერტილებს ყველა ერთად უკვე ფინალისკენ ვსვამთ. ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროცესის ასე აღწერა შეგიძლიათ. მე მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის, იმიტომ რომ მუშაობის პროცესი არის ყველაზე რთული
ყველაზე საინტერესო და ყველაზე დამაიმედებელი შედეგზე გასასვლელად, იმიტომ რომ ამ პროცესში თუ არ არის რაღაც ისეთი ჭეშმარიტი ურთიერთობები, ალბათ შედეგზე ვერ გავალთ. დიდი მადლობა. თუ გაქვთ რაიმე დასამატებელი, სიამოვნებთ. აი, მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ვფიქრობ, კიდე შევხვდებით ერთმანეთს უკვე, როცა სხვა შედეგებზე გავალთ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, ჩვენ საუბრობდით შემოქმედებითი ტანდემის აუცილებლობაზე თეატრში და ჩვენი სტუმრები იყვნენ რეჟისორი სალომე ჯიჯავაძე და მხატვარი დათო დავით ტაკიძე. ძალიან დიდი მადლობა მათ. გადავდივართ გადაცემის შემდეგ ნაწილზე და როგორც გითხარით, ჩვენი გადაცემის შემდეგი თემა იქნება ტრადიციული კულტურის არსებობა და განვითარება უცხოეთში, როგორი დამოკიდებულება აქვს ქართულ ქორეოგრაფიასთან იმ ქართველებს, რომლებიც უკვე წლებია საზღვარგარეთ არიან და ამჯერად ჩვენ შემოგვიერთდება ბატონი დიმიტრი ჯაფარიძე ჰანოვერიდან. საღამომშვიდობის ბატონო დიმიტრი. საღამომშვიდობის მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ, მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ ამდენი წლის განმავლობაში და 15 წელია რეალურად ქართული ქორეოგრაფიის სადარაჯოზედ გახართ უცხო ქვეყანაში. მოდით რამდენიმე სიტყვით ვისაუბროთ ამ ანსამბლის შესახებ და ამ საკითხზე რა დასაწყისში და შემდეგ უკვე დეტალებზე გადავალთ. Ναι. 15 წლის წინ ჩვენ მშობლების მონდომებით, ამხობის ენთუზიაზმით, ასე ვთქვათ, მოინდომეს, რომ ქართული ცეკვა შეესწავლათ, ჩამოვაყალიბეთ ქართული ცეკვის სტუდია პოლში. ამ ცეკვის სტუდიის შემდეგ მე რამდენიმე წელი ვიდეოდა რეპეტიციები, შემდეგ რაღაც ქართული მიზეზების გამო შეწყდა თქვენი რეპეტიცია, დარბაზის უქონლობის გამო და ახლა დაახლოებით 4 წლის წინ უკვე ისევ აღგვადგინეთ ეს ჩვენი ქორეოგრაფიული სტუდია პოლში და დავიწყეთ სისტემატიური რეპეტიციები, რომ უფრო დაგროვებინა ჩვენი წოდნა ქართული ფოლკლორისა და ცეკვის ირგვლივ. და ძალიან საინტერესო გახლავთ ის ფაქტი, რომ გასაგებია საკვირაო სკოლა ძალიან აქტუალურია ქართველ ემიგრანტებში, მაგრამ აი მოუცლელობის მიუხედავად, დატვირთული მშობლების დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, თქვენი ანსამბლი თანდათანობით ფართოვდება და უკვე სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები გყავთ, როგორც ვიცი. ჩვენთან ძირითადში 5 წლის ასაკის ბავშვებიც არიან. დიახ. გააჩნია როგორ ართმევენ თავს იმ დატვირთვას, რომელსაც ჩვენ გავდივართ ძირითადში. ყველაზე უფროსი არის ჩვენთან 26 წლის გოგონები. ესე 6 წლიდან 26 წლამდე. ანუ რამდენიმე ჯგუფია, როგორც მივხვდი, არა? დიახ, არის დაწყებითი პატარა ჯგუფი, რომელიც დღეს ვატარებთ არასკევდღეს, ხოლო ანსამბლის ძირითადი შემადგენლობა შაბათი და კვირა დღესაა რეპეტიცია. და გავდივართ ძირითადად რეპერტუარის შერჩევა როგორ ხდება და რა ცეკვები გაქვთ რეპერტუარში? რეპერტუარში ჩვენ ნაციონალური ცეკვები, რაც თითქმის ყველა ანსამბლს გააჩნია. აჭარული არის მითოლორის, კაზბეგურის, აღნიშნული რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა მსოფლიო ფესტივალზე. თიელთა ცეკვა, ბალთამთიულური. კიდევ ამუშავებთ სხვადასხვა მომხრეებს. შედეგები ახიზეა. და ძალიან საინტერესოა ასევე თანხლება ცეკვის, ცოცხალი შესრულება გაქვთ თუ ჩანაწერები? სამწუხაროდ ჩვენ აქ მარტო მე კი არა, ყველას იგივე პრობლემა აქვს. დიახ. ჩანაწერები გვაქვს ჩვენ მუსიკის, მე ვარჩევ მუსიკებს. მუსიკები აღებული არის ხანდახან ზოგიერთი სახელმწიფო ანსამბლები, როდესაც ცეკვებს ასრულებენ, ის მუსიკები მაქვს არჩეული და იმ ტემპში ვცდილობ რომ ბავშვებმა ცეკვები. და სპორტაშურის ძალიან შედეგიანად აკმარებს. ჩვენ ახლა კადრებსაც ვადევნებთ თვალს პარალელურად ფრაგმენტებს კონცერტებიდან და თუ შეიძლება აი ბოლოდროინდელი განსაკუთრებული წარმატებები, რომელიც ანსამბლს ჰქონდა. დიახ, შარშან ჩვენ ჰქონდა ოქროს მთის ლომის ფესტივალზე გავიდა ჩვენი ანსამბლი. დიახ.
სადაც ძალიან შედეგიანი ასე წარმატებას მივაღწიეთ და მხოლოდ ახლა ახალიანია ესე იგი ჩვენ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიიღო სოფლიო ფესტივალზე. დიახ. აი ამ მოეთვიან გაგვათამამა უპერკავში დამართულ ოქროს მთის რომის ფესტივალმა. პირველად ესე იგი შესაძლებელი ტურები იყო, შესაძლებელი ტურები გაიმართა ჰამბურგში. დიახ. სადაც კიდე ჩვენს გარდა კიდე სხვა ქართული ანსამბლი მონაწილეობდა, ძალიან კარგი ანსამბლი, ქალბატონი ანა ჩუხელის და ბატონი შოთა ერისთავის ხელმძღვანელობით, ანსამბლი იბერია. და ჩვენ შევმოწმეთ ამ ტურნირს ასე. ჩვენ დასახელოთ პირველი და მეორე ადგილი ავიღეთ ჩვენ და მესამე ადგილი აიღო ანსამბლი იბერია. მოწმიან ქართული დროშები აფრინდა სენაზე მორი ანსამბლის მიერ. ძალიან სასწაულო. დიახ. შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ უფლება რომ მონაწილეობა მიიღო უკვე პირველ მეორე მესამე ადგილზე გასულები იყვნენ პირველ მონაწილეობა მიუნხენში უკვე. ასე ვთქვათ ნახევარი ფინალი იმ შესარჩევი მსოფლიო ფესტივალის ტურნირისა, სადაც რომელიც ჩატარდა უკვე მიუნხენში. ჩვენ დასახელოთ აქაც გამართლებული ვიყავთ იმ კუთხით რომ გაგვიმართლა და შედეგს მივაღწიეთ. ავიღეთ პირველი ადგილი, მეორე ადგილი აიღო სხვა გერმანულმა ანსამბლმა, მესამე ისევ ჩვენმა ქართულმა ანსამბლმა, ისე ორი დროშა სცენაზე ქართული დროშა. ახლა მე მონაწილეობას ვიღებთ უკვე ფინალში, რომელიც ტარდება საფრანგეთში. დიახ. ქალაქი აიუსი 17 ივნისიდან 21-20 ივნისამდე დაახლოებით. სადაც იქნება 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და გერმანიაში გამარჯვებული პირველი, მეორე, მესამე ვინც დავიკავეთ, აი სამი ანსამბლი, ჩვენ ანსამბლი იბერია, ეს მესამე გერმანული ანსამბლი, ფოლკლორზე შეეხება, დავდივართ და მონაწილეობას ვიღებთ უკვე ფინალში, რომელიც ჩატარდება საფრანგეთში, ქალაქი ფრანგში. და ბოლო შეკითხვა მაქვს თქვენთან, თუ გექნებათ საშუალება ეს თქვენი შესანიშნავი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების საქართველოს გააცნოთ. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენს გეგმაში, ამას ყველაფერს მოვაგვარებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ, როდესაც საფრანგეთში გამოვართ და დავამთავროთ ჩვენ ტურს, როცა ჩამოვალთ უკვე გერმანიაში, შემდგომში მე უკვე ალბათ გეგმავთ. ჩვენი თანადგომა გამოგვიცხოვდა ჩვენმა კულტურის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ნახოთ. დაფინანსებას ვიღებთ ალბათ, ეს მოგიწევს აუცილებლად შემოგვიყვებით. წარმატებები მინდა გისურვოთ და მართლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. არ არის ადვილი ამდენი ბავშვის და ამდენი ახალგაზრდის შეკრება ასეთ ძალიან დაკავებულ დროში და მათთვის ქართული ცეკვის შეყვარება. წარმატებები ბატონ დიმიტრი. ორმეს მელობელი ვარ, მადლობა. ჩვენ ჰანოვერიდან გვესაუბრებოდა დიმიტრი ჯაფარიძე და საუბრობდით ქართული ქორეოგრაფიის შესახებ გერმანიაში. ჩვენი გადაცემა გრძელდება. ანა ვაშაყმაძე წარმოგიდგენთ წმინდა პეტრეს ტაძარს რომში. მე კი საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე. წმინდა პეტრეს ეკლესია, მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი კათოლიკური ტაძარი, რომელიც ვატიკანის უმთავრესი და უდიდესი ნაგებობაა. აქ იმართება ძირითადი ლიტურგიული ღონისძიებები, მათ შორის პაპის მასები, კანონიზაცია და საზეიმო ცერემონიები. ტაძარი პეტრე მოციქულის, რომის პირველი ეპისკოპოსის სახელზე ააგეს. მისი სამარხი სავარაუდოდ ტაძრის საკურთხევლის ქვეშ არის. ამ მიზეზით მრავალი პაპი პირველის ჩათვლით ამ ადგილას იმერხება. 1990 წლამდე წმინდა პეტრეს ტაძარი ყველაზე დიდი ქრისტიანული საკრალური ნაგებობა იყო. მოედანზე პირველი ბაზილიკა 324 წელს ააგეს, მაგრამ 11 საუკუნის შემდეგ მისი ჩამონგრევის საფრთხე გახდა და ახალი ტაძრის აგების ბრძანებაც გაიცა. მე-15 საუკუნეში რომის პაპმა იულიუს მეორემ გადაწყვიტა წამოეწყო ამბიციური პროექტი. ახალი წმინდა პეტრეს ბაზილიკის მშენებლობა, რომელიც შეეფერებოდა კათოლიკური ეკლესიის
იდიადეს. მშენებლობა 1506 წელს დაიწყო და 1626 წელს დასრულდა. ეკლესიის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ოსტატები, როგორებიც იყვნენ მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი, დომენიკო ფონტანა და სხვები. გუმბათი მიქელანჯელოს შედევრია, თუმცა ხელოვანი მის დასრულებამდე გარდაიცვალა. ტაძრის საგებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ აღიმართა გუმბათის თავზე ჯვარი, რომელშიც ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი და მედალიონი ინახება. ტაძრის მშენებლობის 120 წლის განმავლობაში 20 პაპი შეიცვალა და საბოლოოდ პაპმა ურბან მე-7-მ აკურთხა. 130 მეტრის სიმაღლის ეკლესია სრულად მოზაიკითაა ამოპირკეთებული. მისი ფართობი 23,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში 60,000 ადამიანი ეტევა. ტაძარს შიგნიდან 800 სვეტი ამშვენებს. ასევე ტუფის, მარმარილოს, თაბაშირისა და ბრინჯაოს 390 ქანდაკება. ტაძრის სიწმინდეების გარდა მდიდარია ხელოვნების ნიმუშებით. აქ ინახება მიქელანჯელოს სკულპტურული პიეტა, იესოს დატირება. წმინდა პეტრეს ბაზილიკის ფასადი კარლო მადერნოს მიერ არის დაპროექტებული და იგი რენესანსისა და ბაროკოს არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითია. ფასადის თავზე იესო ქრისტეს, იოანე ნათლისმცემლისა და 11 მოციქულის ქანდაკებებია განთავსებული, რომელთა სიმაღლეც 5 მეტრს აჭარბებს. შენობის წინ მდებარეობს წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს ქანდაკებები. უდიდეს ტაძრად წოდებული ბაზილიკა უკვე მრავალი საუკუნეა მორწმუნე ქრისტიანებს მასპინძლობს. წმინდა პეტრეს ტაძარს ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.